მიჩვევასა და შეგუებას შორის მაინც არის განსხვავება, ხო? თავარია ჩვენ არ შევეგუოთ, იმიტომ რომ ადამიანი ისეთი არსება რომ ეჩვევა, ხო? ნებისმიერ მოვლენას ჩვევა ძალიან ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ სულ ვერ იქნები რაღაც აგზნებულ, რაღაც ისტერიულ მდგომარეობაში, ხო? შენ ბოლოს რაღაცას ეჩვევი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიზარდოს შეგუებაში, იმიტომ რომ შეგუება უკვე არის დამორჩილება რა. პირველი უნდა ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებდით, გავაგრძელოთ, ურყევათ დგომა, იმიტომ რომ სხვათა შორის ეს 4 ოქტომბრის მარცხი გარკვეულწილად მე მგონია რომ გამოიწვია იმანაც რომ ადამიანებს რაღაც უსწრაფობა ჰქონდათ და მუდმივად ჰქონდათ ეს რომ როდემდე 312 დღის შემდეგ უსწრაფობა რომ დაგემართოს. ახლა ვინმეს რო ეთქვა პირველ დღეს რომ ჩვენ ვიდგებით 312 დღე და მეტი მე-10 დღეო ვითვლით მე-11 დღე და ოგებ ერთი კვირა კიდე გავძლოთ რაღაც ასე ვიყავით ხო ვერც კი დავიჯერებდით ხო მაგრამ ამან ჩვენ გარკვეული უნარები გაგვივითარა პირველ რიგში გაგვივითარა ეს მედეგობის უნარი ეს სოლიდარობის და ერთმანეთის სიყვარულის და ეხლა ეს ხოცებისთვის ჩინურია რასაც მე ვლაპარაკობ რომ საერთოდ ვერ ხვდებიან ეს რა და საერთოდ ამას რატო აქვს რაღაცა ღირებულება ხო და რომ ამას აკეთებ იმიტომ რომ შენ გინდა რომ მე გეტყვით რომ ჩვენ რო ეს 11 თვე არ მდგარიყავით იქ ესე უწყვეტად წვიმაში გარში და თოვლში და სიცხეში და რა ვიცი დასვენება მოიკელი და ყველაფერი ჩვენ 5 ოქტომბერს აღარ გამოვიდოდით გარეთ იმიტომ რომ მოგვცელავდა ეს ფრუსტრაცია მაგრამ ამას კიდე იმან შეუწყო ხელი რომ 4-ში იმდენად ბევრი ვიყავით რომ დავინახეთ მე სხვათა შორის თითქმის ყველა ეთერში ვამბობდი რომ ჩვენ კი იქ ამდენი ვდგავართ მაგრამ ძალიან ბევრი არის ვინც ჩვენი რეზერვია და ეხლა წარმოიდგინე ვიკა რომ იქ ვინც იყო იმას გარდა კიდე რამხელა რეზერვი გვყავს რომლებიც თქვათ იმ დღეს ვერ გამოვიდნენ ან საერთოდ ავათარი ვერ გამოდის ბავშვი ყავს რავი დედა ყავს და კალაძე ტრაბახობს თავისი 200,000 ხმით და რა ვიცი 200,000 მიტინგები ყოფილა აგერ ახლა თბილისში რუსული კანონის დროს თუნდაც გვახსოვს აღმართული დროშით ხელში გორგასალი ის დღე ხო ჩვენ ასე ვთქვათ რაღაც ძალიან ბევრი რაღაც მოგვცა ამ პროტესტმა და ძალიან დიდი გამძლეობის უნარი შეგვძინა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვინმეს თუ გონია რომ ეს მედეგობა გამძლეობა არის ნაკლები ბრძოლა ვიდრე დღეს დავწერე რომ ქართველო ხელი ხმალსიკარ ეს სლოგანი უნდა შევცვალოთ ქართველო ხელი ტვინსიკარ იმიტომ რომ ჩვენ ასევე გვჭირდება ძალიან ასე ვთქვათ კარგი გააზრება საფრთხეების დანახვა რაღაც ემოციური იმიტომ რომ ძალიან ემოციური ხალხი ვართ რაღაც ისტერიული და კარგად გაანალიზება სიფრთხილით მოკიდება რაღაცების მიმართ და ეს არის ნერვების ომი მე ესე ვუყურებ რაშიც აშკარად ვაჯობეთ და მგონია რომ ბევრად სუსტად აქვთ ნერვები მათ ვიდრე ჩვენ იმიტომ რომ იმ დღესაც კი უცბად ხალხმა დაიწყო რაღაც თვითირონიულად ეს რა გაგვიბედეს და რაღაც ესეთ. ანუ მე მგონია რომ თვითონ ვინაიდან ეხა მე არა ვარ არანაირი ორგანიზატორი პროტესტის და არ არსებობს არანაირი ორგანიზატორი რაღაც ამ გადაწყვეტილებას რაღაცა ესე
უცბად იღებენ, უცბად რა უნდა წარმოიშვას. აი ხა ვინმეს ეგონა, რომ თქვათ მარშები წარმოიშვებოდა, მე ეს მარშები შეწყდებოდა, მე ვთქვათ რაღაც სხვა ფორმას მიიღებდა. აი არ ვიცი, დღეს მკითხე სხვათაშორის, აი მე რა უნდა გავაკეთო და არ ვიცი, აი მოვიფიქრებთ რა. მე მგონი ნიჭიერი ხალხი ვარ და კარგ რაღაცას კი ბატონო. და მე